გამარჯობა. დღეს მე მოგიყვებით ყველაზე მაგარი და საინტერესო ინფორმაციებს UFC სამყაროდან. ამ ვიდეოში თქვენ ნახავთ კრის ჰემსვორთის განცხადებას. რა ისაუბრა ხაბიბმა უსმან ნურმაგომედოვისა და ისლამ მახაჩევის გეგმებზე. ასევე MMA გურუს ვიდეოს მიმოვიხილავთ და განვიხილოთ ჩეილ სონენის ვიდეო, სადაც ის ალექს პერეირას მძიმე წონაში ასვლას განიხილავს. მაყურებლის 80%-ს არხი არ აქვს გამოწერილი, ამიტომ ძალიან დიდი თხოვნაა გამოიწერო. კრის ჰემსვორთი ამბობს: UFC-ს ფანი ვარ. ჰოლივუდის მსახიობმა კრის ჰემსვორთმა, რომელიც ცნობილია თორის როლით მარველის კინოსამყაროში, UFC-ს საყვარელი მებრძოლები დაასახელა. UFC-ს დიდი ფანი ვარ. ჩემი საყვარელი მებრძოლი ჟორჟ სენ-პიერი. ის ერთ-ერთი უდიდესი მებრძოლია, მაგრამ გარეგნულად თავმდაბალი ბიჭი და ინტელექტუალია. კიდევ ალექს ვოლკანოვსკი მომწონს, ჩემი კარგი ავსტრალიელი მეგობარი. ჩხუბს ვისთან ვისურვებდი? იმ ბიჭთან, რომელიც ახლახანს წავიდა პენსიაზე. იმიტომ რომ შევძლებდი მისგან უბრალოდ გაქცევას. მერე ის დაიღლებოდა და გავთიშავდი. არა, ბრძოლაში არ ჩავებმეოდი, მაგრამ ჩემ ცნობიერს ეს რაღაცნაირად უნდა. ბევრი მივარჯიშია და სპარინგებიც ჩამიტარებია. ოღონდ მეტოქის მოკვლის მიზნის გარეშე. რომ მებრძოლა სავარაუდოდ ოქტაგონზე გაჭყლეტილს მიპოვიდით და თვალებ გადაბრუნებულს, თქვა ჰემსვორთმა. ხაბიბმა ისაუბრა უსმან ნურმაგომედოვისა და ისლამ მახაჩევის გეგმებზე. უსმანს 2026 წელს მინიმუმ 3 ბრძოლას დაჰპირდნენ. პირველი თებერვალში შედგა, მეორე წლის შუაში იქნება, მესამე კი წლის ბოლოს. ისლამი დაბრუნდება ივნისში ან ივლისში. შესაძლებელია მაისშიც. ვინ იცის? ის იჩხუბებს რამადანის შემდეგ. ჩვენ მის შემდეგ ბრძოლაზე ვმუშაობთ. ცნობების მიხედვით ისლამ მახაჩევის შემდეგი მეტოქე 80%-ით იანგარი უნდა იყოს. 25 აპრილს კონგოში. საგამოფენო ბრძოლა დაიგეგმა მაიკ ტაისონსა და ფლოიდ მეიუეზერს შორის. რას ფიქრობ ამ ბრძოლის შესახებ? თუ მოგწონს ეს და მსგავსი ვიდეოები, აუცილებლად გამოიწერე არხი. ხავიერ მენდესი მიიჩნევს უსმან ნურმაგომედოვს მსოფლიოს საუკეთესო მსუბუქწონოსნად. ასევე მისი აზრით ჯონ ჯონსს ყველა ჯილდო უნდა ჩამოერთვას. მაგრამ იმაზე თუ როგორ ჩააგდო უსმან ნურმაგომედოვმა დოპინგ ტესტი 2023 წელს, მან ეშმაკურად დუმილი არჩია. 2023 წლის ოქტომბერში ბრენდ პრიუმსთან ბრძოლის წინ, მან ჩააგდო ტესტი აკრძალულ ნივთიერებებზე კალიფორნიის შტატის ათლეტური კომისიის წესებით. სასჯელად მას 6-თვიანი დისკვალიფიკაცია ერგო, ჯარიმა $50,000. პრიუმსზე გამარჯვება კი ჩაითვალა როგორც no contest-ი, ანუ არ შემდგარი ბრძოლა. გორდონ რაიანი ამბობს: ხაბიბი და ჩიმაევი არ არიან საუკეთესო მოჭიდავეები. ADCC-ზე მათ ძალიან ადვილად დაამარცხებდნენ. ისინი არ არიან საუკეთესო თავისუფალი სტილით მოჭიდავეები და არც საუკეთესო ჯიუ-ჯიტსერები მსოფლიოში. ისინი ADCC-ზე რომ გამოეყვანათ, იქ ძალიან ადვილად დაამარცხებდნენ მათ. მაგრამ მათ არ სჭირდებათ რომ იყვნენ საუკეთესო მოჭიდავეები ან ჯიუ-ჯიტსერები. მათ სჭირდებათ იყვნენ საუკეთესო MMA-ის მებრძოლები. ნეით დიაზმა სასურველი ოპონენტები დაასახელა. მინდა ვიჩხუბო ან მაკგრეგორთან, ან პორიესთან, თუ ის ქალივით მოქცევას შეწყვეტს. ნუ, მაიკ პერიც ნორმალური ვარიანტია. მოკლედ ვნახოთ რა იქნება. მაქვს თუ არა სურვილი გამოვიდე თეთრი სახლის ტურნირზე? რა თქმა უნდა, ეს მაგარი იქნებოდა. წინ ამერიკა. ისრაელ ადესანიამ თავისი სუიციდური აზრები გაიხსენა. არაფერია მარადიული. თუ წვიმს მზე კვლავ გამოანათებს. ხოლო როცა წვიმს გიხაროდეს რომ ცოცხალი ხარ. გიხაროდეს რომ დედამიწაზე ხარ. რაც არ უნდა მოხდეს, არაფერია მარადიული. ასეთია ცხოვრება. რამდენიმე თვის წინ რთული პერიოდი მქონდა. და იცით რა? ვიფიქრე ეს ცხოვრების ნაწილია და შევინარჩუნე სიმშვიდე. ბევრი ნებდება და ამიტომაც იკლავენ ადამიანები თავს. 2013 წელი ყველაზე მძიმე იყო ჩემს ცხოვრებაში. ფიქრობდი, ღმერთო, ნუ თუ ადამიანები ამავეს გრძნობენ სანამ თავს მოიკლავენ? ფიქრობდი, ჯანდაბა, რა სევდიანია. მაგრამ მე ამას არასდროს გავაკეთებდი, რადგან ძლიერი სული მაქვს. მე ვიცნობ საკუთარ თავს. ამიტომ უბრალოდ ვტკბები ყველაფრით. კარგი დღეებითაც და ცუდი დღეებითაც. კაიო ბორალიომ გაგვიზიარა ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ გაუმართლა, რომ არ მოუწია ალექს პერეირასთან ბრძოლა. ცხოვრობდი სან-პაულოში, იქ მქონა დებიუტი ტურნირზე და მეტოქე პირველივე რაუნდში ნოკაუტით დავამარცხე. შემდეგ წავედი მარანიაოში, რათა დავპირისპირებოდი ბიჭს, რომელსაც რეკორდი 5-0-ზე ჰქონდა. ის გამოცდილი მებრძოლი იყო. პირველ რაუნდში დაახლოებით 6-ჯერ დავაგდე და ვდომინირებდი, მაგრამ გამოვიფიტე. მუდმივად ვცდილობდი თეიქდაუნების გაკეთებას. საბოლოოდ აღმოჩნდი ქვემოთ. მივიღე ძალიან ბევრი დარტყმა და ძალიან საშინლად მცემეს. სწორედ მაშინ მწვრთნელმა პაბლო სუკუპირამ მითხრა, რომ საჭირო იყო შესვენება MMA-ში, რათა დამეწყო თავდაჯერებულობისა და კომფორტის შეგრძნება დგომში. 1 წლის განმავლობაში ჩავატარე დაახლოებით 20-25 ორთაბრძოლა კრივში, მოაიტაისა და კიკბოქსინგში. სწორედ მაშინ გავხდი უფრო თავდაჯერებული დგომში და უკვე მხოლოდ ძიუდოისტი ან გრეპლერი აღარ ვიყავი. მადლობა ღმერთს, რომ წავაგე სან-პაულოს ჩემპიონატ
ჩემპიონატის მეოთხედფინალი. იმიტომ რომ ჩემი შემდეგი მეტოქე იქნებოდა პოატანი. ვფიქრობ ამ ორ ბრძოლაში სასტიკად მცემდა და ცხოვრების ერთი 10 წელს დავკარგავდი. ალექსი სხვა ბიჭს შეხვდა და ბრძოლა ვადაზე ადრე გაჩერდა. პერეირა ეჩხუბა ბიჭს ბრაზილიის კრივის ნაკრებიდან და ბრძოლა მეორე რაუნდში შეწყვიტეს, რადგან ალექსი მას უბრალოდ ანადგურებდა. რონდა როუზი 10 წლის შემდეგ ბრუნდება სპორტში და შეხვდება ჯინა კარანოს. MMA-ის 5 რაუნდიან ორთაბრძოლაში ქვემსუბუქწონაში. ბრძოლა 16 მაისს ლოს-ანჯელესში გაიმართება. ეს არის MMA გურუს ვიდეოს ვრცელი მიმოხილვა და შინაარსი, რომელიც UFC-სა და კრივის დაპირისპირებას ეხება, დანა ვაითის ახალ წამოწყებას და მებრძოლებს შორის მომხდარ სიტყვიერ შელაპარაკებას. ვიდეოში MMA გურუ ძირითადად საუბრობს იმაზე, თუ რატომ არის UFC უკეთესი პროდუქტი ვიდრე კრივი. აკრიტიკებს დანა ვაითის მარკეტინგულ სვლებს და განიხილავს ბოლოდროინდელ კონფლიქტებს მოკრივეებსა და MMA-ის მებრძოლებს შორის. კონფლიქტი ადინ როსის სტრიმზე დაიწყო. მისი სტუმრები ტერენს კროუფორდი და შაკურ სტივენსონი იყვნენ. ადინ როსმა განაცხადა, რომ UFC უკეთესი სპორტია ვიდრე კრივი, რასაც მოკრივეები კატეგორიულად არ დაეთანხმნენ. შაკურ სტივენსონმა UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურიაც კი გამოიწვია კრივის რინგზე, რათა დაემტკიცებინა კრივის უპირატესობა. UFC-ის მებრძოლმა ხოაკიმ ბაკლიმ მკვეთრად უპასუხა მოკრივეებს. ბაკლიმ აღნიშნა, რომ მოკრივეები მუდამ უპატივცემლად ეპყრობიან MMA-ის მებრძოლებს და მათ უნარებს. MMA გურუ ეთანხმება ბაკლის და ამბობს, მართალია მოკრივე მოუგებს MMA-ის მებრძოლს კრივის წესებით, მაგრამ რეალურ საბრძოლო სიტუაციაში სიტუაცია რადიკალურად იცვლება, ანუ ქუჩაში ან MMA-ში. ბაკლიმ კროუფორდს უთხრა, რომ ქუჩაში ის მას მოკლავდა. კროუფორდის პასუხი კი ასეთი იყო: ქუჩაში დღეს აღარავინ ჩხუბობს და არსებობს იარაღი, რითიც მიანიშნა, რომ ფიზიკურ ძალას აზრი აღარ აქვს. MMA გურუ დასცინის კროუფორდის პასუხს და ამბობს, რომ როდესაც საბრძოლო სპორტის წარმომადგენელი იარაღზე იწყებს საუბარს, ეს ნიშნავს, რომ მან აღიარა მარცხი ხელჩართულ ბრძოლაში. MMA გურუ სლად საუბრობს იმაზე, თუ რატომ არის კრივი მოსაწყენი და UFC ბევრად სანახაობრივი. კრივში ხშირად ვხედავთ ჩახუტებებს, ზედმეტ სიფრთხილეებს და ქულებზე თამაშს. UFC-ში კი არის იდაყვები, მუხლები, გდებები და მახრჩობელები, რაც ბრძოლას არაპროგნოზირებად და საშიშ ხდის. ის ასევე განიხილავს კანელოსა და კროუფორდის ბრძოლის მონაცემებს, სადაც რაუნდში მხოლოდ 3-4 დარტყმა ფიქსირდება, რაც გულშემატკივრისთვის ნამდვილად მოსაწყენია. მისი თქმით, კრივი გახდა უსაფრთხო სპორტი მდიდარი ათლეტებისთვის, ხოლო UFC-ში ნამდვილი ომები მიმდინარეობს. გურუ ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ UFC უკეთესი პროდუქტია, დანა ვაითი ვერ ახერხებს მის სათანადოდ პოპულარიზაციას და კრივი კვლავ ჯაბნის ფინანსურად. ასევე დანა ვაითმა დაიწყო კრივის პრომოუშენი ზუფა ბოქსინგი და დაანონსა ახალი ვარსკვლავის ჯეი აპოთეას დამატება. გურუ გვაჩვენებს ზუფრა ბოქსინგის YouTube-ის არხის სტატისტიკას, სადაც ვიდეოებს ძალიან ცოტა ნახვა აქვთ, მაგალითად 900 ნახვა 7 საათში, ან 30,000 ნახვა ბრძოლის ვიდეოებზე. ის დანა ვაითს უწოდებს მელოდ კვერცხთავას და ადანაშაულებს იმაში, რომ ის ენერგიას ხარჯავს მკვდარ პროექტზე, ნაცვლად იმისა, რომ UFC-ის დომინაციას შეუწყოს ხელი. შეჯამებისთვის ვიდეოს მთავარი სათქმელი ის არის, რომ UFC ობიექტურად უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი სპორტია, სადაც მებრძოლები რეალურ საფრთხეს ქმნიან, განსხვავებით კრივისგან, რომელიც ზედმეტად კომერციული და მოსაწყენი გახდა. თუმცა UFC-ის პოტენციალი იჩაგრება დანა ვაითის ცუდი პრომოუშენისა და კრივში მისი წარუმატებელი ექსპერიმენტების გამო. გურუ ამბობს, რომ UFC-მ ახალი სატელევიზიო კონტრაქტით Paramount-თან ვერ შეძლო კრივის საბოლოოდ ჩამოშორება და ეს მხოლოდ და მხოლოდ დანა ვაითის ბრალია. განვიხილავთ ჩაელ სონენის YouTube-ის ვიდეოს. ალექს პერეირას მძიმე წონაში ასვლა. სონენი დარწმუნებულია, რომ ალექს პერეირა მძიმე წონაში ავა და მონაწილეობას მიიღებს დიდ ღონისძიებაზე. გულისხმობს თეთრი სახლის ღონისძიებას. მისი აზრით პერეირას მეტოქე სირილ განი იქნება. ჩეილი თვლის, რომ რადგან პერეირა მოქმედი ჩემპიონია, მისი ბრძოლა მძიმე წონაში აუცილებლად ტიტულზე უნდა იყოს. ტომას პინალისა და დროებითი ქამრის საკითხი. არსებობს ჭორები, რომ შესაძლოა UFC-მ ტომას პინალს მოსთხოვოს ტიტულის დათმობა, რათა პერეირამ და განმა სრულფასოვან ქამარზე იჩხუბონ. სონენი ყვება გავრცელებულ ვერსიას, რომლის მიხედვითაც როცა ტომს ტიტულის დათმობა სთხოვეს, მან უპასუხა: პრობლემა არ არის, დავთმობ. ოღონდ კონტრაქტიდან გამანთავისუფლეთ. ჩელს ეჭვიეპარება, რომ ტომმა ზუსტად ასე თქვა, მაგრამ თუ ეს სიმართლეა, ის პატივს სცემს ასპინალის პოზიციას. სონენი იხსენებს ტომის დამსახურებებს. იმას თუ როგორ დაბრუნდა მძიმე ტრამვის შემდეგ, როგორ დაეთანხმა ბრძოლა სერგეი პავლოვიჩთან ძალიან მოკლე დროში. ის ყოველთვის კომპანიის კაცი იყო და ყველაფერს სწორედ აკეთებდა. ამის გამო სონენი თვლის, რომ ტომისთვის ქამრის ჩამოთმევა უსამართლობა იქნება. გამოსავალი ეს არის, პერეირამ უნდა დათმოს ქამარი. სონენის აზრით, ტომას პინალს ხელი არ უნდა ახლონ. თუ
თუ ვინმემ ტიტული უნდა დათმოს, ეს პერეირაა. თუ პერეირა მძიმე წონაში ადის, მან უნდა დათმოს ქვემძიმე წონის ქამარი, როგორც ეს თავის დროზე ჯონ ჯოუსმა გააკეთა. სონენი გვთავაზობს იდეას. პერეირამ და განმა უნდა იჩხუბონ დროებით ქამარზე, რათა ჩემპიონი ტომას პინალი არ დაიჩაგროს. ჩეილი ასევე აღნიშნავს, რომ ტომისთვის UFC-დან წასვლა და კრივში გადასვლა არ არის რეალური გამოსავალი, რადგან იქ არ არის ისეთი დიდი ფული და შესაძლებლობები, როგორც ბევრს გონია. იმიტომ რომ განუს და მაკგრეგორის შემთხვევები გამონაკლისი იყო. დღეისათვის სულ ეს იყო UFC-ს ფანებო. ძალიან დიდ მადლობას გიხდით, რომ უყურეთ ამ ვიდეოს და თუ ჯერ კიდევ არ გამოგიწერია არხი, ძალიან გთხოვ რომ გამოიწერო.